ჯოკოვიჩი ეთამაშებდა ფედერერს, კაი გამახსენდა. და ეთამაშებოდა ფედერერს და ისეთნაირად მოხდა, რომ ყველა გულშემატკივრობდა ფედერერს. და ფედერერ და მე როგორი იყო, ეს 2 სეტ პოინტი ქონდა დარჩენილი, კაი გამახსენე რა. 2 სეტ პოინტი ქონდა დარჩენილი ამას ჯოკოვიჩს. და რაღაცნაირად ის მოახერხა, რომ მოიგო ეს თამაში. და ბოლოს რო კითხეს, რომ ესეთი ხარდაჭერა ქონდა იმას ფედერერს, რანაირად მოახერხე და როგორ მოახერხე. და რა გავაკეთე, ის ხალხი რო იძახოდა, რომ ფედერერ უცბად გონებაში გადავამუშავეო და ვიგებდი ისევ მე მესმოდა და ჯოკოვიჩ. ანუ ფედერერის გულშემატკივრობა სათავეში მოაქცია. მაგრამ ამაჭირდება რა. მდგრადი ფსიქიკა უნდა ქონდეს რა. ძლიერი ტიპი უნდა იყო და უნდა იყო რაღაც განვითარებული თუნდაც ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. და ეს ამის მე პირადად ვაღიარებ, რაც მარია შარაპოვამ ჩოგანი გადადო იმის მე ჩოგბურთისთვის აღარ. და მარია შარაპოვა რო ჩოგანი ეჭირა, ჩოგბურთს უყურებდით მარია შარაპოვას, ეგეც აღიარა. ეგ არის შენი საქმე. მოდი აი ძალიან საინტერესო რაღაც თქვით, როგორ უნდა მივიდეს ადამიანი აი ესეთ ფსიქოლოგიურ სიმტკიცემდე, რომ აი ეს შემოსული ნეგატიური ინფორმაცია გადაამუშავოს და შემოაბრუნოს საკუთარი თავისთვის სასიკეთოდ, რა ხერხები შეიძლება გაუზიაროთ მსმენელს. მიშო, ამას ჭირდება ყოველდღიური მუშაობა. ეხლა სპორტსმენმა მაგალითად ამაზე რომ დაიწყოს მუშაობა, ხო, ამისათვის საჭირო არის, თვითონ ადამიანი ამას ვერ გააკეთებ. სპორტსმენს აუცილებლად ჭირდება ფსიქოლოგიური დახმარება, ფსიქოთერაპევტის დახმარება ჭირდება, ფსიქოლოგის დახმარება ჭირდება. ეხლა ჩვენ შემთხვევაში მაგალითად როგორ არის, იცით? ესე იგი, მე წარმოვადგენ როგორც შენ იცი, არის ჩემი მიმართულება არის ჰუმანისტური მიმართულების პოზიტიური ფსიქოთერაპია. ეს პოზიტიური ფსიქოთერაპია განსაზღვრავს ძალიან არის სტრუქტურულად საკმაოდ ისეთი ანუ ჰუმანისტურ მიმართულებაში საერთოდ სტრუქტურა თითქმის არც ერთ მეთოდს არ აქვს და პოზიტიური ფსიქოთერაპიას აქვს. და ჩვენ გვაქვს ამისთან და რაღაცა მაგალითად არსებობს აქტუალური კონფლიქტი, არსებობს საკვანძო კონფლიქტი, არსებობს საბაზისო კონფლიქტი, არსებობს შინაგანი კონფლიქტი. ამ კონფლიქტების მიხედვით შეიძლება ადამიანს ელაპარაკო აუხსნა როგორ ხდება, რა ხდება და რანაირად, მაგრამ ძირითადი მომენტი, რაზეც ადამიანმა უნდა იმუშაოს, პოზიტიურ ფსიქოთერაპიაში ჩვენ გვაქვს დაახლოებით 26 აქტუალური უნარი. ანუ ეს 26 აქტუალური უნარიდან 13 უნარი არის რაციონალური უნარი, 13 უნარი არის ირაციონალური უნარი. ანუ ადამიანს აქვს ეს 26. ადამიანს, ყველა ჩვენთაგანს. ანუ რა ხდება, ესე იგი 13 უნარი არის შემეცნებითი უნარი, 13 უნარი არის სიყვარულის უნარი. დაახლოებით რო გითხრათ, ეხლა რა არის შემეცნებითი უნარი? უცბად რა. სიზუსტე წესრიგი თან პარალელურად შეგიძლიათ გინდა ფეხბურთზე, გინდა რაგბიზე, გინდა იმაზე იფიქრე. სიზუსტე, წესრიგი, სიბეჯითე, კეთილსინდისიერება, პირდაპირობა, ყაირათიანობა, სამკაცრო მოატყუე პას უნდა მიცე. პას თუ არ მიცე, არაფერი არ გამოვა იმ საქმიდან. დაახლოებით არის ესეთი რაღაცები. აი ამ უნარებში თუ გაქვს მეტობა, გაქვს პრობლემა. თუ გაქვს ნაკლებობა, გაქვს პრობლემა. ყველა უნდა იყოს დაბალანსებული. ყველა უნდა იყოს დაბალანსებული, მაგრამ იმისათვის რომ ეს დაბალანსებული იყოს, ამ შემთხვევაში ჩვენთან შემოდის ძალიანაც არ მინდა რომ ეს მაყურებელი გადავყავოთ. ჩვენ შემთხვევაში შემოდის ბალანსის მოდელი. ბალანსის მოდელი დაახლოებით რა არის? ანუ ის რომ ფეხბურთელმა თავი იგრძნოს კარგად. არის ასეთი რამე, ცხოვრება იყოფა 4 სფეროთ. ერთი სფერო არის სხეულის სფერო, მეორე არის საქმიანობის სფერო, მესამე არის კონტაქტის სფერო, მეოთხე არის საზრისის სფერო, საზრისის და ფანტაზიის სფერო. მოკლედ სხეულში, საქმიანობაში, კონტაქტში და საზრისში თუ ადამიანს აქვს დაბალანსებული სიტუაცია, ანუ ჩვენ ვაიღოთ 100%, თუ ადამიანს, ну ამ შემთხვევაში სპორტსმენს, აქვს დაახლოებით 25%, ну შეიძლება ზოგან 27 იყოს, ზოგან 23, მაშინ სიტუაცია არის ნორმალურად, მაგრამ თუ ადამიანი რაღაცაზე გადართული ხარ, აი მაგალითად სხეულის სფერო გაქვს განვითარებული დაახლოებით 25-სა და 50%. ანუ შენ მოედანზე თამაშობ, კარგად დარბი ხარ, ატყუებ, არ ტყავ, მაგრამ არ ფიქრობ. როცა არ ფიქრობ, მიშო, შედეგზე ვერ გახვალ. და შენ თუ გინდა რომ მაგარი ფეხბურთელი გახდე, არ აქვს მნიშვნელობა მაგარი სპორტსმენი გახდე, ხო? გონება და შედი საქმიანობა ერთმანეთს უნდა მიყვებოდეს. ძირითადად მნიშვნელოვანი მომენტი რაც არის, უნდა იყოს ჰარმონია, თორე ხანდახან არის მაგალითად
რომელიღაც ფეხბურთელი, რომელიც არის ძალიან წარმატებული და მე მაგალითად მიექანება თავქვეზე ასე. აი ნეიმარი როა იყო რა. კი ბატონო. ნეიმარი ძალიან მაგარი ფეხბურთელი იყო და ძალიან დიდი ამბიციებით, მაგრამ იქ როცა ნეიმარს დაბალანსებული ჰქონდა სიტუაცია, ანუ როცა ბარსელონაში თამაშობდა, ხო? იქ გასაგები იქ სუარესი ყავდა და მესი ყავდა, ხო? და მაგარ შედეგებზეც გავიდა, მაგრამ რო გადავიდა იმ პარის სენ-ჟერმენში ახლა რომ ძალიან გვიყვარს ეს გუნდი. იქ რაც დაემართა, ხო იცით რაც დაემართა რა. ანუ ეს მომენტები, ხო, ეს მომენტები, როცა უკვე რაღაც იქ ამბიციაც გისწრებს, ანუ როდესაც მაგალითად ეს აქტუალური უნარები გაქვს ნაკლები, ხო? ძალიან ცუდ შედეგებს ახდენს ფეხბურთელს. აი თუნდაც ისეთი ძალიან მაგარი ფეხბურთელი ხო მეთანხმები რომ მბაპე მაგარია. რა თქმა უნდა. როგორც ფეხბურთელი, მაგრამ ხო იმაშიც მეთანხმები როგორც ადამიანი მბაპე ბევრ კრიტიკას ვერ უძლებს, ხო? იგივე სიტყვი იამანზე. კი ბატონო, ხო. კი ბატონო, ხო. იმიტომ რომ გადადის, მაგალითად გადავიდა, ადამიანი არის რაღაც ისეთი ტოქსიკური ტიპია და გადავიდა, მადადის რეალი დაღუპა, ხო ხედავ. ამ დროს არსებობს ადამიანი, რომელსაც არ აქვს ეგოიზმი, რომელიც არის თავმდაბალი, რომელიც არის დილობიანი, რომელიც არის საყვარელი, მიდის ეს კაცი იტალიის ერთ-ერთი ქალაქიდან პარიზში და ხდება ძალიან მაგარი ფეხბურთელი და შეიძლება ოქროს ბურთიც აიღოს. ესეთი აქვეჩე კვარაცხელია. ანუ აქ პიროვნული თვისებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა.